მოგესალმებით. თქვენს და ალბათ ერთ-ერთი პირველი თქვენ ხართ ის, ვინც საუბრობს ნაციონალური მოძრაობის გასამართლებაზე და იყო განცხადება თქვენი პრესკონფერენციიდან, სადაც ამბობთ იმას, რომ უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან არა მხოლოდ დამნაშავე ნაციონალური მოძრაობა, არამედ დამნაშავეებზე ხელის დამფარებელი ქართული ოცნება. რას გულისხმობთ ამაში? ამ თემით დავიწყოთ საუბარი. იცით, მართალი ბრძანდებით, ნამდვილად ჩემი განცხადება ესეთი იყო. მე მოვიყვანე ამ განცხადებაში 16 ოქტომბრის 2012 წლის სახალხო კრების განცხადება, სადაც ჩვენ მივმართეთ მაშინ 2012 წლის 16 ოქტომბერს ქართულ ოცნებას და მოვითხოვეთ, რომ ნაციონალური მოძრაობა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო უნდა როგორც პოლიტიკური პარტია უბრალოდ გამქრალიყო ქართული პოლიტიკური სივრციდან, უბრალოდ უნდა დამდგარიყო მისი პასუხისმგებლობის საკითხი და აკრძალვოდა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს 10 წლით მაინც თანამდებობებზე ყოფნა. ასევე მოვიყვანე 2013 წლის 21 ივნისის განცხადება ჩემი საგანგებო ბრიფინგზე, სადაც ჩემი და ჩემი თანაგუნდელების სახელით შემოვიტანე მაშინ ესეთი ტერმინი დენაციფიკაცია, რაც ნიშნავდა საქართველოს ნაციონალური მოძრაობისაგან განთავისუფლების მოთხოვნას, რომ ნაციონალური მოძრაობა როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია აკრძალულიყო, მაგრამ სამწუხაროდ ამ მიმართულებით ქართულმა ოცნებამ არაფერი არ გააკეთა. როცა მე ვამბობ, რომ ორივე უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, ამის ძალიან ბევრი საფუძველი მაქვს. ხა ნაციონალურ მოძრაობაზე საერთოდ არ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ეს ნამდვილად დამნაშავე ორგანიზაციაა, რომელმაც აუცილებლად უნდა ააგოს პასუხი საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე, რაც შეეხება ქართულმა ოცნებამ. ასევე უნდა ააგოს პასუხი იმისათვის, რომ ქართულმა ოცნებამ სამწუხაროდ მოატყუა საზოგადოება, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა აბსოლუტურად ტყუილებით გამოყვება საქართველოს მოსახლეობა, იმიტომ რომ მოსახლეობას მათთვის არ უთხოვია კოჰაბიტაცია. ისინი აირჩია მოსახლეობამ სწორედ იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობისაგან გაენთავისუფლებიათ საქართველო და არა იმისათვის, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან კოჰაბიტაციაში ყოფილიყვნენ, გადაერჩინათ ნაციონალური მოძრაობა და დღეს ნაციონალური მოძრაობა თიც გვიქნევდეს დანარჩენ საქართველოს. მაგრამ ეს გააკეთა ქართულმა ოცნებამ აბსოლუტურად შეგნებულად. რა თქმა უნდა, მე ყველა არ ამყავს მხედველობაში და უპირველეს ყოვლისა არ ამყავს მხედველობაში თუნდაც ქალბატონი ეკაბესელია, რომელიც ახლა რამდენიმე წუთის წინ აქ იყო, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცი, რომ ქალბატონი ეკა და ბევრი სხვა ადამიანი ქართულ ოცნებაში თავად იყვნენ და არიან, დარწმუნებული ვარ ამაში, უკმაყოფილო იმით, რომ სამართლიანობის აღდგენა არ წავიდა ისე, როგორც საჭიროა, იმიტომ რომ ამ ადამიანების ნაწილმა თავის თავზე იწვნია ძალიან ბევრი რამ ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებებისგან, მაგრამ ნაწილი ქართული ოცნებისა და უპირველეს ყოვლისა მისი ხელმძღვანელები, ბიძინა ივანიშვილი და მისი ირგვლივმყოფი ადამიანები, ვინც განსაზღვრავენ პოლიტიკას, როგორც ჩანს, გამშვალული იყვნენ იმ იდეით, რომ გადაერჩინათ ნაციონალური მოძრაობა, ერთის მხრივ ქულები ჩაეწერათ დასავლეთთან, იმიტომ რომ დასავლეთი პატრონობს ამ დანაშაულებრივ ორგანიზაციას, რაც მე ვთვლი, რომ არის სამარცხვინო ლაქა. თუ საერთოდ დასავლეთზე და დემოკრატიაზე ვლაპარაკობ, დემოკრატიისთვის ეს არის სამარცხვინო ლაქა ნამდვილად და ორმაგი სტანდარტების კლასიკური ნიმუში. ასევე როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს და მისი გუნდის ნაწილს ჰქონდა ჩაფიქრებული, რომ ქართველი ხალხი ისევ დაეყენებია არჩევანის წინაშე, როგორც ეს იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომ ან ნაციონალური მოძრაობა და ან ქართული ოცნება შეინარჩუნეს ნაციონალური მოძრაობა როგორც ერთ-ერთი მთავარი, ერთ-ერთი კი არა, პრაქტიკულად მთავარი ოპოზიციური ძალა იმისათვის, რომ კვლავ საფრთხობელად ყოფილიყო ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო არჩევნების დროს და მოსახლეობა დაეყენებიათ აი ესეთი ფაქტის წინაშე, რომ ან ნაციონალური მოძრაობა, ან ქართული ოცნება. ეს პრინციპი დღესაც მუშაობს, ქალბატონი ივანო, ეს ორი პარტია დღესაც აძლიერებს ერთმანეთს. რა თქმა უნდა, დღესაც მუშაობს ეს პრინციპი, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა გააცოცხლა ქართულმა ოცნებამ თავისი უმოქმედობით, დააყენა ფეხზე. დღეს ნაციონალურ მოძრაობას აქვს უზარმაზარი ფული, აქვს ძალიან დიდი მედია რესურსი მათ შორის, ასევე აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა და ეხა NDI-ის სამარცხვინო და თავის აგდების მეტი არაფერი არ ქვია იმას, რაც NDI-მ გააკეთა, მაპატიო საზოგადოებამ ამ სიტყვებისთვის. გამოკითხვები, ეგრეთ წოდებული გამოკითხვები ნათლად აჩვენებს იმას, რომ ტენდენციას, რომ ხელისუფლების რეიტინგი იკლებს, თქვენ ეთანხმებით? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად უსუსური, უუნარო ხელისუფლება და მე როცა ვთქვი, რომ ორივე უნდა წავიდეს, თქვი, რომ უნდა წავიდეს დამნაშავე ნაციონალური მოძრაობა და უნდა წავიდეს დამნაშავეებზე ხელის დამფარებელი აბსოლუტურად უსუსური და არაფრის მაქნისი ქართული ოცნება.
დღეს რაც საქართველოში ხდება, ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო ვითარება. ეს არის კატასტროფა ქვეყნისათვის, საზოგადოებისათვის, სახელმწიფოს ხვალინდელი დღისთვის და მე ნამდვილად ვამბობ, რომ ერთადერთი გამოსავალი საქართველოსთვის არის ის, რომ ეს ორი ძალა მოშორდეს ხელისუფლებას და ხელისუფლებაში ნამდვილად მოვიდეს, აქ არაფერი დასამალი არ არის, მე ვთვლი, რომ ჩვენი ძალა არის ნამდვილად ყველაზე ჯანსაღი და ჩვენი ძალა ის, რომელსაც შეუძლია, რომელმაც იცის რა ჭირდება ქვეყანას და ასევე შეუძლია ამის გაკეთება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ აბსოლუტურად კატასტროფის წინაშე აღმოჩნდებით. ჩვენ ვარ დღეს უკიდურესად რთულ მდგომარეობაში. ეხლა დემაგოგიას, რომელსაც ეხლა ვისმენდი, რომ თურმე დეკემბერში ჩვენ ვიზა ლიბერალიზაცია შეგვეხება და უვიზოთ ივლის საქართველოს მოსახლეობა ევროპაში სირცხვილია უბრალოდ ხალხის ესე მოტყუება და ამას ქართული ოცნებაც იმეორებს სამწუხაროდ, ისევე როგორც ხან გვეუბნება ჩვენი თავდაცვის მინისტრი, რომ მაპს მოგცემენ, ხან გვეუბნება, რომ მაპს არ მოგცემენ და ქართული ოცნების წარმომადგენლები გმირულად დაიღუპებიან ესეთ შემთხვევაში, ოღონდ ეს ხალხი ცხინვალის ომის დროსაც ცოცხლები იყვნენ, ღმერთმა დიდხანს კარგად ამყოფოთ, მაგრამ არ დამინახია მათი გმირობა მაინცა და მაინც და თავგანწირვა. კომენტარი მე გვეუბნებიან, რომ ნატო მაპი აღარ გვჭირდება, ისე მივიღებთ. დღევანდელი საღამოს მთავარ თემაზე რუსთავიორის საქმე და ნიკა გვარამიას განცხადებები. თქვენ როგორ აფასებთ ამ შემთხვევას? დღევანდელი საღამოს მთავარი თემა არის არამხოლოდ ის, რაც თქვენ ახლა ბრძანეთ, დღევანდელი საღამოს მთავარი თემა არის ის უბადრუკი ვითარება, რომელიც შეიქმნა ქვეყანაში. ის, რაც დღეს ჩვენ მოვისმინეთ და რაც ხდება დღეს რუსთავიორის ირგვლივ, ესეც ყველაფერი არის იმ უსუსურობის გამოვლინება, რაც გამოაჩინა ქართულმა ოცნებამ. ერთის მხრივ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ რუსთავიორი არასოდეს არ ყოფილა დამოუკიდებელი და ობიექტური ტელევიზია, მაგრამ ნამდვილად უმაღლესი კლასის პროფესიონალები არიან. მეორეს მხრივ ქართულმა ოცნებამ მოახერხა ის, რომ ელემენტარულად ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას გაუჩნდა ის განცდა, რომ სასამართლო არის აბსოლუტურად მანიპულირებადი და ესე ვთქვათ, საერთოდ ახლა მოსამართლე და პიროვნება ადამიანი მოსამართლეა თუ გნებავთ ესე ვთქვათ მაწანწალა იყოს, მაწანწალაც კი არ იტყვის, თავმოყარე მაწანწალაც კი არ იტყვის იმას, რომ დედა ჩემი ოჯახის წევრი არ არის. ეს მხოლოდ საზოგადოების განცდა თუ რეალობაა, რომ ხელისუფლება ახდენს ზეწოლას? არა, მე მაგას ნამდვილად ვერ ვიტყვი ახლა, იმიტომ რომ მე არა მაქვს საქმის მასალები, ბუნებრივია, მაგრამ განცდა რა თქმა უნდა რჩება საზოგადოებაში იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის ესე ვთქვათ პოლიტიკურად მოტივირებული, ყოველ შემთხვევაში მოსამართლესთან დაკავშირებით რაც ხდებოდა ეს. მე არ მინდა ახლა ამ თემაში შევიდე, დაველოდოთ სასამართლო გადაწყვეტილებას და ვნახოთ როგორ ფიქრობთ, პერსპექტივა რა არის ამ საქმის? ან თუ საპროტესტო აქციები დაიწყო, შეუერთდება თუ არა მას დემოკრატიული მოძრაობა? შესაძლებელია თუ არა? არაფერს არ შეუერთდება, რასაც ნაციონალური მოძრაობა წამოიწყებს, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ვიცი ნაციონალური მოძრაობის ნამდვილი არსი, ძალიან კარგად ვიცი ნაციონალური მოძრაობის სურვილები და ჩანაფიქრები და არასოდეს არაფერს არ გავაკეთებ იმისათვის, რომ ნაციონალურ მოძრაობას თუნდაც რაღაცა მინიმალური ოტისოდენაც კი ძალა შეემატოს. ეს აბსოლუტურად გამორიცხულია, კიდევ ვიმეორებ, ეს ძალა უნდა მოშორდეს. თუმცა რუსთავიორი დღეს ასრულებს თუ არა იმ ფუნქციას, რასაც 2007 წელს იმედი ასრულებდა, ანუ არის თუ არა ხელისუფლების აკონტროლებელი სერიოზული შემოთავაზება? არა, რუსთავიორი ხელისუფლებას ნამდვილად აკრიტიკებს, ახლა ეს უდაო ჭეშმარიტებაა და ამას აკეთებენ ძალიან ნიჭიერად. მე წეხანაც ვთქვი, რომ ეს არის ძალიან ასე ვთქვათ, მაღალპროფესიული ტელევიზია. იყვნენ ესეთებიც უნდა იყვნენ, ახლა მე არასოდეს არ გამომითქვამს თქვათ ჩემი მოსაზრება, რომ ეს უნდა დაიკეტოს, ან ის არ უნდა მუშაობდეს, იმიტომ რომ მე არ მომწონს. ის რომ მე არ ვეთანხმები და არ მიმაჩნია ძალიან ხშირ შემთხვევაში ობიექტურად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ვინმე უნდა დახუროს. ეს მეორე თემაა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კი, რუსთავიორი აკრიტიკებს ხელისუფლებას ხშირ შემთხვევაში ობიექტურად, მაგრამ რუსთავიორის ობიექტურობაში არავის არ შეეპარებოდა ეჭვი, ასეთივე ობიექტურობით რომ გაეკრიტიკებინა ნაციონალური მოძრაობა. ხა შანტაჟი, ფარული ჩანაწერები კატეგორიულად მიუღებელია, მე ეს არაერთხელ მithქვამს, ვის მიმართაც და ვის წინააღმდეგაც არ უნდა იყოს მიმართული. მე ყოველთვის ამის წინააღმდეგი გამოვალ, იმიტომ რომ ეს არის უღირსი მეთოდი და ამას როცა ხელისუფლება იყენებს და თუ მართალია ის, რაც გვარამიამ თქვა, მაგრამ მას ალბათ მოუწევს გვარის დასახელება იმ ადამიანის, ვიზეც დღეს ლაპარაკობ და თუ ამაში იოტისოდენა სიმართლეც არის, მაშინ კიდევ უფრო ცუდად არის საქმე და ქართული ოცნება იმაზე მეტად ემსგავსება ნაციონალურ მოძრაობას, ვიდრე ეს შეიძლება გარედან ჩანს, მაგრამ რუსთავიორი იყო ის ტელევიზია, რომელიც ფარულ ჩანაწერებს ყოველგვარი გადამოწმების გარეშე და ხშირ შემთხვევაში გაყალბებულ და დადგმულ ფარულ ჩანაწერებს გადმოსცემდა ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე. მე არ მინდა დღეს ვინმეს ნიშნი მოუგო, ნამდვილად არა ვართ ჩვენ საქართველო და ქართველები იმ მდგომარეობაში, რომ
თუნდაც განსხვავებული და სრულიად დაპირისპირებული აზრის მქონე ადამიანებს ნიშნი მოუგოთ, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ იცით რა უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში? უნდა დაკანონდეს კანონის უზენაესობა და უნდა დაისაჯოს ნებისმიერი დანაშაული და უმსგავსობა. როცა ერთხელ და სამუდამოდ ეს დაკანონდება, მე აღარ განმეორდება ის. მე როცა ვამბობდი რომ დიახ, თუ დაასრულეთ წამების კადრები გავრცელდა და ამაზე მინდა კომენტარი. მე როდესაც ვლაპარაკობდი იმაზე, რომ აუცილებლად უნდა დაისაჯოს ნაციონალური მოძრაობა, ამას იმიტომ კი არ ვამბობდი, რომ ნაციონალური მოძრაობისადმი რაიმე პირადი მამოძრავებდა, თუმცა ძალიან ბევრი რამ შეიძლება მამოძრავებდეს პირადი ნეგატიური. არა, ამას ვამბობდი იმიტომ, რომ თუ დაისჯებოდა ნაციონალური მოძრაობა, ასეთ შემთხვევაში ქართული ოცნება გაფაციცებული იქნებოდა, რომ არც სასამართლოზე ყოფილიყო კითხვის ნიშანი, არც რაიმე ზეწოლაზე ყოფილიყო, ესე ვთქვათ, მინიშნებები, არც რაიმე შანტაჟის რაიმე მაგალითი არ ყოფილიყო. მე კიდევ ვიმეორებ, მე ვერ დავიწყებ იმის მტკიცებას, ეს იყო თუ არ იყო, მაგრამ როდესაც დაუსჯელობის სინდრომია ქვეყანაში, ეს განაპირობებს ყველაფერს და კიდევ ვიმეორებ, ქვეყანა არის კატასტროფის წინაშე და უბრალოდ მინდა იცით, რომ ხალხი მართლაც ძალიან კრიტიკულად უყურებდეს ამას ყველაფერს. ზოგიერთი დღეს კმაყოფილია იმით, რასაც ხედავს ტელეეთერში. ზოგი ამბობს, რომ რა კარგია, რომ ეხლა მაინც გამოფხიზდა ქართული ოცნება. არა, მეგობრებო, ეს არ არის კარგი, რომ ეხლა გამოფხიზდა ქართული ოცნება, როცა მას გაუჭირდა და შეხედა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მას უმრავლესობით მოსვლის შანსი არ აქვს. დღეს ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის ერთწინადებას დავასრულებ, შიშით არ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება არჩევნებზე და თუ გვინდა ქვეყნის გადარჩენა, სწორი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. დიდი მადლობა ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი საუბრობდა პირდაპირ ეთერში 3800-მა ადამიანმა დაგვირეკა და კითხვაზე არის თუ არა საფრთხეში სიტყვის თავისუფლება, მხოლოდ 10% ამბობს რომ დიახ, საფრთხეშია და 90% მიიჩნევს რომ